საქმე ნიდილა გრძელდება რეკლამის შემდეგ და ამჯერად ვეხმიანებით მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მეწარმე ქალების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის კიდევ 60-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა გადამზადება. პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს იმ ქალთა დახმარებას, რომლებიც უკვე მართავენ საკუთარ ბიზნესს ან მეწარმეობის დაწყებას გეგმავენ. პროგრამა კი აძლევს მათ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს და ასევე რეალურ შესაძლებლობებს მეტი განვითარებისათვის. დღეს ჩვენს სტუდიაში ამ ინიციატივის შესახებ პროფესიულად ისაუბრებენ ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ანა ჩხეიძე, გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის პროექტის კოორდინატორი. დილამშვიდობის, მოგესალმებით. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მთავარი მიზნით დავიწყოთ საუბარი, გავხსნათ ამ თემით დღევანდელი გადაცემა და ეს ნაწილი და ისტორიით, როგორ დაიწყო აი ამ პროგრამის ისტორია. ინტეროზამბავია, უნდა გავხურდეთ, თქვენ ახლა გჭირდებათ ეს ამბავი, მაგრამ ანა, გისმენთ. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა დავიწყეთ 3 წლის წინ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით და შვედეთის მხარდაჭერით და ის ისტორია, რომელიც წინ უძღვის ამ პროგრამის დაწყებას, იყო ის, რომ გვინდოდა ისეთი პროგრამის შექმნა პარტნიორებს, რომელიც სრულად გააძლიერებდა ქალებს, რომელიც შესთავაზებდა მათ ბიზნესის განვითარების 360 გრადუსიან მოდელს და სრულყოფილ მხარდაჭერას და ხედავდით, რომ იყო სხვადასხვა პროგრამები, რომელიც ნაწილობრივ ფარავდა ამ მიზანს, ამიტომ გვინდოდა და ესეთი სრული ციკლის შექმნა. საჭიროებების დადგენით დავიწყეთ, ვესაუბრეთ სხვადასხვა მეწარმე ქალებს, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში და სწორედ შედეგი იყო ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც ამ მიზანს ეხმიანება და ვფიქრობთ, რომ ეხმიანება ძალიან წარმატებულად და დღემდე გადავამზადეთ უკვე 300-მდე მეწარმე ქალი, 14 ნაკადი ყავს მიღებული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არ გვაქვს ასევე სექტორული შეზღუდვა მეწარმეებისთვის და ვფიქრობთ, რომ ძალიან სრულყოფილი და საინტერესო პროგრამა გამოგვივიდა. რას დავამატებთ? დავამატებ, რომ ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამა ჩვენი ერთ-ერთი საამაყო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალებს მივცეთ ისეთი რესურსები და ინსტრუმენტები, ხელშესახები, რომელიც გამოადგებათ მათი ბიზნესების განვითარებისთვის და ესე ვეძახით, ეს არის ძლიერი ქალებისთვის ძლიერი იდეით, რომელსაც აქვს ძლიერი იდეა პროგრამა და საქართველოში ძალიან ბევრი ასეთი ქალია და მათთან შეხება და მათი მხარდაჭერა ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებაა. კომპონენტები, რასაც მოიცავს ეს პროგრამა, მეტად ჩავშალოთ და საინტერესო იქნება ეს მათთვის, ვისაც ახლა აქვს ეს იდეა, რომ შემოუერთდეს თავისი იდეებით და შესაძლებლობებით, ვისაც აქვს ჟინი, მათ შორის, რომ ამ ახალ პროგრამაში რაღაცა ახალი გააკეთოს. პროგრამა ძირითადად ეფუძნება 4 მიმართულებას. ეს არის სოდნის კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ვორქშოპებს და წელს გვაქვს ძალიან საინტერესო თემები. ეს არის ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მარკეტინგი, კონტენტის შექმნა და სხვა საინტერესო თემები, რომელიც ბიზნესის გაციფრულებას და ხელოვნური ინტელექტის მათთვის შეთავაზებას მოიცავს. ასევე გვაქვს მენტორობის სესიები, რომელიც უკვე ჩაღრმავებულად მეწარმეების კონკრეტულ საჭიროებებზე არის მორგებული. ასევე პროგრამა მოიცავს გრანტების კომპონენტს და პროფესიული ქსელების გაფართოება არის ერთ-ერთი თამდევი და მეოთხე კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მეწარმეებს როგორც ერთმანეთთან ვაკავშირებთ, ასევე სხვა წარმატებულ ბიზნესის მფლობელებს ვაკავშირებთ და ვაცნობთ. როდესაც ვსაუბრობთ და განსაკუთრებით საქმენდილაშიც არაერთხელ გვისაუბრია ძლიერი ქალებზე და მეწარმე ქალებზე, რომლებიც გამორჩეული იდეებით გამოირჩევიან, ძალიან ხშირად ხვდებით რეგიონებში. ამ პროგრამის რეგიონული სურათი როგორ გამოიყურება და რამდენად გაფართოვდა მასშტაბები, როგორ გაშალა ამ პროგრამა? 2025 წელი გასული წლებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ჩვენ რეგიონებში შევხვდით ქალებს, აჭარის, კახეთის და ივანეთის რეგიონები დავფარეთ და ძალიან დიდი გამოხმაურება გვქონდა. ქალბატონებს რეგიონებში მივეცით შესაძლებლობა, რომ შეხებოდნენ და გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორიც არის მაგალითად ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი და მათ საოცარი უკავშირი დაგვიბრუნეს, გითხრეს, რომ AI-ის ხელსაწყოების გამოყენების სწავლება ეს არის ნამდვილად რაღაც აქამდე მიუწვდომელი მათთვის და ამ თულებს აუცილებლად გამოიყენებენ, რომ თავიდანვე ეფექტურად მართავენ თავიანთი ბიზნესები. გაიარეს ხო ალბათ გადამზადება ამ მიმართულებით ამ ქალებმა და განსაკუთრებით ალბათ უფრო მეტად მაღალმთიან რეგიონებში. არა მხოლოდ. კი. აჭარაში გქონდა მიღება ბათუმში და მოვიცავით ბათუმის, როგორც ბათუმის მასშტაბით, ისე მაღალმთიანი აჭარიდანაც ყავდნენ მონაწილეები. საუბარი გადამზადების ქალებს. წელს გადამზადეთ 60-ზე მეტი მეწარმე. ისე ჯამში 300-მდე. პროექტის განმავლობაში. 3 წლის მანძილზე. ბევრია, მაგრამ კი. როგორ შეაფასებთ ამ შედეგებს და რას ნიშნავს ეს ამ ქალების მხრიდან ასეთი უკავშირი?
ჩვენთვის UNDP-ისთვის ეს იმის მიმანიშნებელი არის, რომ ეს 300-მდე მეწარმე ქალი აქტიურად ჩაერთო ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, განავითარეს საკუთარი ბიზნესები, გაზარდეს მათი შემოსავალი, გახდნენ უფრო ეკონომიკურად დამოუკიდებლები და უფრო ძლიერი ბიზნეს ლიდერები და პროგრამის მიმართ მზარდი ინტერესიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ასეთი პროგრამის საჭიროება და მისი გავლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ამიტომ ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ჩვენს დადებითად ვაფასებთ ამ პროექტს. პირველ რიგში ვილოცავთ ყველა ქალს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გამოადგებათ მათი ბიზნესების განვითარებისთვის და აქვე ვისარგებლებ და ვიტყვი, რომ საქართველოს ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მაღალ და პროფესიულ დონეზე თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან. ძალიან ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ამ ურთიერთობას და მადლობა ანას და მის გუნდს თანამშრომლობისთვის, აქტიური მხარდაჭერისთვის, მეგობრობისთვის. ორმხრივი არის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ვახსენეთ მათ შორის დამატება გინდოდა? ჩვენ ვახსენეთ მათ შორის ფინანსური გვინდოდა. კომპონენტი მოინტერესებს ამ ყველაფრის საგრანტოების და ბანკის ჩართულობის. კი, ეს საკმაოდ საინტერესო კომპონენტი არის პროგრამის. ამ ეტაპზე გვაქვს ზუსტად გახსნილი მესამე რაუნდზე მიღება გრანტების. წინაპირობა არის, რომ უნდა იყოს მონაწილე მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის უკვე არსებული, გადამზადებული მეწარმე, ამიტომ გავლილი უნდა ჰქონდეს მას უკვე ცოდნის კომპონენტები, რომ მიიღოს მონაწილეობა საგრანტოში. საგრანტო კომპონენტი მოიცავს $5,000-მდე თანხის ჭერს, ეკვივალენტს ლარში, რომელიც გულისხმობს ბიზნეს გეგმის სახით მეწარმეები წარგვიდგენენ სხვადასხვა საჭიროებებს და მათ ესე ვთქვათ, ამ საჭიროების ფარგლებში აღჭურვილობას, დანადგარებს, მასალებს და სერვისის პაკეტს შევუძენთ და გადავცემთ, რაც გათვალისწინებული იქნება მათ წარგენულ ბიზნეს გეგმაში. დიახ, თლიანად გრანტი არის, თანამონაწილეობის კომპონენტი არ არის და ჩვეულებრივად ესე ვთქვათ, მიიღებენ ამ მოთხოვნილ ამ თანხის ჭრილში წარგენილ გეგმის მიხედვით. რა კრიტერიუმები არის, რაც უნდა დააკმაყოფილონ ქალებმა და იმისთვის, რომ მათ შემდეგ უკვე გაიმარჯვონ და მიიღონ საგრანტოში. წინაპირობა როგორც ახსენ არის, რომ მონაწილეები იყვნენ პროგრამის, თუმცა ამის გარდა თვითონ ბიზნეს გეგმა ფასდება 100-ქულიანი სისტემით, მათ შორის რამდენად კარგად აქვს მეწარმეს დანახული მისი ბიზნესის მდგრადობა და ხედვა, რამდენად კარგად აქვს გააზრებული მისი პროდუქტის ან სერვისის უნიკალურობა, კონკურენტების ანალიზი და სხვადასხვა კომპონენტები არის კრიტერიუმები ამ საგრანტოში. შემდეგ უკვე დამოუკიდებელი კომისია აჯამებს ამ ქულებს და გამოავლენს, ესე ვთქვათ, გამარჯვებულებს. ამიტომ საკმაოდ პატარა კონკურსი არის, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ 300-მდე მეწარმე არის თითოეული ამ მონაწილის კონკურენტი პირდაპირ და შესაბამისად არის ამ ხრივაც გამორჩეული. ეკა, საქართველოს ბანკის სტრატეგიაში რა როლი აქვს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, რომელზეც არაერთხელ გვესაუბრია ჩვენს ეთერში. ეს პროგრამები და პროექტები, რაც დღემდე გრძელდება, თუნდაც გეგმები რაც გაქვთ ამ მიმართულებით. ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ნამდვილად არის საქართველოს ბანკის სტრატეგიული გეგმა. საქართველოში ბევრი ძლიერი ქალია, მართლაც აი ჩვენ რადგან შეხება გქონდა ამასთან, ამას ძალიან კარგად გავეცანით. ბევრი ქალია, რომელიც ქმნის ქართულ პროდუქტს, ქმნის სამუშაო ადგილებს და შესაბამისად მათი უნარებით აღჭურვა და მათი გაძლიერება და მათ რეალიზებაში დახმარება ნამდვილად არის საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკის წინსვლის და განვითარებაში ითარგმნება. შესაბამისად ამ ყველაფრის კეთება ბანკისთვის ძალიან საინტერესოა და ასევე ვქნით რაღაც სამაგალითო მისაბაძ მაგალითებს შეიძლება ისე ითქვას სხვა ქალებისთვის, რომლებსაც ვეუბნებით, რომ არ გაჩერდნენ და მიღწევებით სავსეა ეს გზა და შესაძლებლობები არის მართლაც უსაზღვრო. თუმცა ქალთა ეკონომიკური ეს გენდერული თანასწორობა მაინც ალბათ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის, ხო? რაშიც როგორც საქართველოს ბანკია ჩართული მუდმივად თავის სხვადასხვა იდეებით, ასევე UNDP. იმ შესაძლებლობებს შორის კიდევ დამატებით რა რჩება, რაც ქალი მეწარმეების გასაგონად შეიძლება ვთქვათ რეზუმირების სახით ამ ეთერში და რა შესაძლებლობა არის კიდევ გნებავთ პროექტების, გნებავთ ინიციატივების სახით. საქართველოს ბანკში ქალ მეწარმეთა მხარდაჭერისთვის ინიციატივები ყოველთვის იყო, ახლაც იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათის ქალ მეწარმეებთან და ეს ინფორმაცია არის განთავსებული საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, ჩვენს ბიზნეს 360-ის სივრცეში და ყველა ქალს, ვისაც ეიმედება, რომ ბანკის მხარდაჭერა სჭირდება მისი ბიზნესის განვითარებისთვის, ვთხოვთ, რომ შეგვეხმიანონ, გამოიყენონ ეს ინიციატივები და საქართველოს ბანკის სახელით ყველა ქალს უსურვებ წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას და ერთხელ და კიდევ ბევრჯერ ვეთქვით, რომ არ გაჩერდნენ. არ გაჩერდნენ ნამდვილად. იმიტომ რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. კი, და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს მოგვიყვებით ამ სტუდიაში მობრძანებისას. მადლობა მობრძანებისთვის ეკატერინე ჭურაძეს. ეკა გახლავთ საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქმიანი საზოგადოება ასევე კარგად იცნობს ანა ჩხეიძეს, გაეროს განვითარების UNDP-ის გენდერული თანასწორობის პროექტის కోఆర్დინატორი.